სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების მნიშვნელობა თემა, რომელიც ერთდროულად ეხება ეკონომიკას, გარემოს და სოციალურ პასუხისმგებლობას. დღეს თბილისში ნულოვანი ნარჩენების საერთაშორისო დღის ფარგლებში ფორუმი გაიმართება, სადაც სახელმწიფო უწყებები, კერძო სექტორი, ასოციაციები და საქველმოქმედო ორგანიზაციები საერთო მიზნისთვის სურსათის ეფექტიანი მართვის სისტემის ჩამოყალიბებისთვის გაერთიანდებიან. ფორუმის მთავარი მიზანი სურსათის დონაციის სისტემის განვითარება და იმ პრაქტიკული გზების განხილვაა, რომლებიც რესურსების უფრო ეფექტიან გამოყენებას შეუწყობს ხელს, თუ რა იქნება წელს ფორუმის მთავარი გზავნილი, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას კოორდინაციისა და სექტორებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობისთვის, როგორ მუშაობს საქართველოში სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების და სურსათის დონაციის შესახებ კანონმდებლობა, რა გამოწვევებია და როგორ შეიძლება ამ პროცესმა შეამციროს სოციალური და ეკონომიკური დანაკარგები. თემაზე ვრცლად ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან, ჯუბა მარუაშვილთან, FAO ჯორჯიას პოლიტიკის უფროს მრჩეველთან. მოგესალმებით ბატონო ჯუბა, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. გარკვეულწილად მიზნები ვახსენეთ, საინტერესოა როგორია ფორუმის დღის წესრიგი და როგორია მოლოდინები ასევე. ილამშვიდობის მივესალმები მაყურებელს. წელს ეს ფორუმი პირველად ტარდება და თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე მართლაც განსაკუთრებულია, იმიტომ რომ წელს ჩვენ თავს მოვუყრით ყველა სურსათის სისტემაში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს, კერძო სექტორს, სახელმწიფო უწყებებს, ასოციაციებს, ადგილობრივ ორგანიზაციებს და აქვე პირველად გვეყოლება უკვე დაფუძნებული სურსათის ბანკები, რომლებიც კანონის ძალაში შესვლიდან რაღაც გარკვეული პერიოდის მერე აქტიურად მუშაობენ, დაწყებულია ჭარბის სურსათის შეწირულება და გაცემა ბენეფიციართათვის და შესაბამისად გარკვეულწილად ჩვენ გავაკეთებთ შუალედურ შეჯამებას, მას შემდეგ რაც კანონი იქნა დამტკიცებული ქვეყანაში, დღეს რა ეტაპზე ვართ, რა პროგრესი გვაქვს და სამომავლო ხედვები, საით მიდის ქვეყანა ამ თვალსაზრისით და რა გამოწვევები გვაქვს, რაც თავი ამ მიმართულებით. ამავე ფორუმზევე ჩვენ წარვადგენთ სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების 10 წლიან ხედვას, სტრატეგიას, ძირითად მიზნებსა და ამოცანებს, რომელთაც ასევე დაინტერესებულ მხარებთან ერთად შევიმუშავებთ და შესაბამისად პრინციპში ის ძირითადი საფუძველი, რაც საჭირო იყო იმისთვის, რომ ქვეყანაში ჭარბის სურსათის გადანაწილება სწორად დაწყებულიყო, ეს ძირითადი საფუძველი ჩაყრილია ნამდვილად, როგორც ვთქვათ, კანონმდებლობით, პოლიტიკის მიმართულებით. ახლა ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ძალისხმების მობილიზება მოვახდინოთ, რომ ეს პრაქტიკული ნაბიჯები, რაც მაგალითად ჭარბის სურსათის გადანაწილებას ეხება, რაც ეხება იმას, რომ საზოგადოების ცნობიერება ამაღლდეს, რომ რაც შეიძლება მეტად მოვახდინოთ სურსათის დანაკარგის და ნარჩენის წარმოქმნის პრევენცია, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ძირითადში ჭარბის სურსათის მოხმარებით ნარჩენს წარმოქმნით ჩვენ მომხმარებლები. შესაბამისად, ყველას პასუხისმგებლობა, ყველას როლი და წვლილი ამ პროცესში განსაკუთრებულად გამოყოფილი და ფორუმზე სწორედ აი ამ საკითხებზე ვიმსჯელებთ, რომ კიდევ ერთხელ ფაქტიურად ეს იქნება ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენ დავიწყოთ უფრო აქტიური საინფორმაციო კამპანია, იმიტომ რომ მომდევნო 3 თვის განმავლობაში ჩვენ გვექნება ძალიან აქტიური კომუნიკაცია საზოგადოებასთან, სხვადასხვა აი ამ თემასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე, ეს შეიძლება ეხებოდეს ჭარბის სურსათის შენახვას, გადანაწილებას, მის ვადებს, ეტიკეტზე დატანილ ინფორმაციას, რა არის სურსათის ბანკის როლი, ვინ არიან ბენეფიციარები და ასე შემდეგ. შესაბამისად, ჩვენ გვინდოდა რომ გარდა იმისა, რომ გახსოვთ თქვენს, რომ არაერთი წელია FAO ამ პარტიის ფარგლებში მუშაობს ამ თემაზე და ვსაუბრობდით ძირითადად, თქვათ, რა იგეგმებოდა, რა უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ ჩვენ სწორედ გვინდოდა, რომ შექმნილიყო პირველი პრეცედენტები, შექმნილიყო კონკრეტული მაგალითები, რომ საზოგადოებას ნათლად დაენახა, რაზე გვაქვს ჩვენ საუბარი, როდესაც ამ სისტემაზე სწორედ ვსაუბრობდით ჩვენ სურსათის ბანკების პირველ პრეცედენტებზე. ახლა საინტერესოა დავაიდენტიფიციროთ თუ პრაქტიკაში უკვე რასაჩვენებს ეს მოცემულობა და აი ეს 10 წლიანი გეგმა, რომელიც თქვენ ახლა ახსენეთ, ალბათ გარკვეულწილად უკვე არსებულ უკავშირებზეც არის დაფუძნებული და მთავარი საკითხები რა არის რომ გამოვიყოთ. აუცილებლად ჩვენ ნამდვილად გვაქვს უკვე ძალიან კარგი მაგალითი საქართველოში
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ორგანიზაცია გახლავთ ენკენია, რომელმაც დააფუძნა პირველი სურსათის ბანკი და ის გასული წლიდან მოყოლებული უკვე აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის უკვე მათ მიიღეს ის ჭარბი სურსათი, მაგალითად საცალო ვაჭრობის ქსელებიდან, რომელიც თლიანად ეს პროცესი გახლდათ კანონის რეგულირების სფეროც გახსოვთ ჩვენი საუბარი ქონდა მაგალითად საგადასახადო შეღავაზე დონაციის შემთხვევაში და ასე შემდეგ. ანუ ეს პროცესი უკვე დაწყებულია, მათ დაფარეს გარკვეული რაოდენობა ბენეფიციარების, მაგალითად იანვარში 305 ოჯახს მიაწოდეს სურსათი და ეხლა უკვე მიდის აი ამ ორგანიზაციული სტრუქტურის გაძლიერება. მუშაობთ მაგალითად იმაზე, რომ სწორედ აი ამ 10 წლიანმა გეგმამ მაგალითად დაფაროს სურსათის ბანკების მდგრადობის საკითხი, რომ თქვათ როგორი იოპერირებს სურსათის ბანკები, როგორც ეს თქვათ საერთაშორისო გამოცდილება გვაჩვენებს ამას, თუ კიდევ რაიმე თქვათ ქართული მახასიათებელი გვექნება ამ პროცესში, მაგრამ საერთო ჯამში რა თქვათ ხედვების და გეგმების ჩვენ ქონდა, რომ თქვათ აი კანონის მიღებიდან შემდეგ მთელი ეს ევოლუცია პროცესის, ხო? პრინციპში ჩვენ მივყევით ზუსტად იმ ხედვებს, რაც თავშივე ქონდა. რა თქმა უნდა, გამოწვევები არის უამრავი და გამოჩნდება, ჩვენ კიდევ უფრო მეტი გვაქვს სამუშაო ცნობიერების ამაღლებაზე, როგორც კერძო სექტორთან, ისე საზოგადოებასთან. ეს არ არის ინიციატივა და თემა, რომელიც თქვათ რაღაც ერთი პროგრამის ან პროექტის ფარგლებში შეიძლება განხორციელდეს. ამას სჭირდება წლები, ისე როგორც თქვათ დაჭირდა იმ ქვეყნებს, სადაც ჩვენ ჩავედით და ადგილზე გავეცანით, ეს იყო საფრანგეთი, ბელგია, იტალია, მაგრამ ერთი კი უნდა ითქვას, რომ საქართველო ამას სულ ვიმეორებ, იმიტომ რომ დილა და კარგი ეს არის პოზიტიური და საამაყო განაცხადია, რომ საქართველო რეგიონში არის პირველი ქვეყანა, სადაც ჩარჩო კანონმდებლობა შეიქმნა, სადაც პირველი სურსათის ბანკი დაფუძნდა და არა მხოლოდ რეგიონში, დასავლეთ და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის მაგალითად ძალიან ბევრ ქვეყანაში ესე ცალკე კანონმდებლობა, როგორც ასეთი ჩარჩო კანონმდებლობა ჯერჯერობით არ არის შექმნილი და ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ამ ქვეყნების თქვათ მთავრობების ან შესაბამისი ჩვენი ოფისების მეშვეობით და ისინი ძალიან ესეთ საინტერესოდ აკვირდებიან საქართველოს მაგალითს, რომ გარკვეულწილად ჩვენ გვაქვს მაგალითად გზავნილები, რომ იქნებ რაღაცნაირად ეს მაგალითები გაზიარებული იქნას, იმიტომ რომ იქ თქვათ დონაციის მაგალითად დიდი გამოცდილებაა, მაგრამ არის რაღაცა გარკვეული საბაზისო გამოწვევები, რომელიც კანონმდებლობასთან, საგადასახადო და ასე შემდეგ და ჩვენი ქვეყანა მაგალითად გამოდგება. ამ შემთხვევაში საქართველო ძალიან საინტერესო პრეცედენტია, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით გაჭირდა ამ თემის აი პოლიტიკის და კანონმდებლობის დონეზე აწევა. ამაში ბუნებრივია ყველას როლი და დამსახურება ერთობლივად, მაგრამ ჩვენ FAO-მ ეს თავიდანვე დავინახეთ, რომ ამ ქვეყანაში ეს ამის განსაკუთრებული საჭიროება იყო, იმ თვალსაზრისით, რომ თქვათ კერძო სექტორს ჭირდებოდა, რომ მაგალითად რაღაცა გარკვეული ბარიერები მოხსნილიყო. კერძო მინდა გითხოთ ახლა რამდენად მზად არის კერძო სექტორი ჩასართავად ცნობიერების ნაწილში, რამდენად არის თქვათ მოწყვლადი ეს მიმართულება და ასევე ბიზნეს ინტერესი სად გადის მათი მხრიდან, ეს არის კეთილი საქმე თუ მომგებიანიც? იცით რა არის, ჩვენ ახლა უნდა დავიწყოთ ასე, ჯერჯერობით ეს არის კეთილი საქმე და ეს არის კეთილ საქმეში ბარიერის მოხსნა და ხელის არ შეშლა. იმიტომ რომ ჩვენ აქ საუბარი გვაქვს საგადასახადო ვალდებულებების მოხსნაზე, დამატებითი ღირებულების გადასახადი, მოგების გადასახადი და გარკვეულწილად შეიძლება თქვათ მცირედი შეღავათი მაგალითად განადგურების მიმართულებით, იმიტომ რომ ჩვენ აქ პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ აქ ჩვენ გვაქვს საუბარი ჭარბ და უვნებელ სურსათზე. აქ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნას თქვათ ხედო რაღაცნაირად ინტერპრეტირებული, რომ ეს არის თქვათ რაღაც გადაყრილი მეორადი სურსათი და ასე შემდეგ. არა, ეს არის უვნებელი სურსათი. ჩვენ უახლოეს დღეებში გვექნება ჩვენს მიერ სპეციალურად დაფუძნებულ ერთობლივად სურსათის უვნებლობის რისკის ანალიზის პლატფორმაზე ამ სტრატეგიის და ზოგადად ამ საკითხის გატანა, რაც შეეხება კერძო სექტორს, კერძო სექტორმა თავიდანვე აგვიგბა ფეხი აი ამ პროცესში და თავიდანვე გამოყვა, სწორედ მათ დავეყრდნენ
დავაყენით, მათ მონაცემებს დავეყრდენით, მაგალითად ჭარბის სურსათის დაგროვების შემთხვევაში, გადაყრის შემთხვევაში და ასე შემდეგ და სწორედ მათ გვითხრეს, რომ აი სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს ეს ხელისშემშლელი გარკვეული ბარიერები და თუკი ეს მოიხსნება და თუკი სისტემა ამუშავდება, მაგალითად გადანაწილების, რა თქმა უნდა, ჩვენ აქტიურად მივიღებთ და უკვე ეს ბარიერები სრულად მოხსნილია თუ არსებობს კიდევ? არა, ეს ბარიერები ჯერჯერობით პირველ ეტაპზე ჩვენ რაც გვჭირდება მოხსნილია საგადასახადო ნაწილში. ახლა ჩვენ პრაქტიკაში ვაკვირდებით. უკვე თქვათ ავტორიზებულია პირველი უმსხვილესი ქვეყანაში უმსხვილესი ერთ-ერთი უმსხვილესი საცალო ვაჭრობის ქსელი, რომელმაც მოახდინა პირველადი პარტიის ასე ვთქვათ სურსათის დონაცია სურსათის ბანკისთვის და აი აქ ჩვენ აქ ჩავყევით აი ამ ტექნიკურ დეტალებს, მაგალითად რა შეიძლება გაუიოლოთ, მაგალითად კერძო სექტორს იქ არ ვიცი შეიძლება ეს იყოს თვითონ საგადასახადო ოპერაციის ნაწილში თქვათ იქ ზედნადები აიტვირთება ნულოვანი თუ მანქანა როგორ გავა და ასე შემდეგ. ანუ ძალიან ისეთი ტექნიკური და ისეთი საოპერაციო დეტალებია, რაზეც ახლა დროს არ დავკარგავთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამ პროცესს ვაკვირდებით და დღესაც ის რომ დღეს ფორუმზე წარმოდგენილი გვეყოლება უმრავლესობა, მაგალითად საცალო ვაჭრობის ქსელთაგან უმთავრესი მოთამაშეები, რა თქმა უნდა იქნება სარესტორნო მიმართულებიდან შესაბამისი ასოციაცია, თვითონ რიტეილ სექტორის ასოციაცია. ანუ ის რომ ეს მოთამაშეები უკვე დღეს გვერდებიან ფორუმზე, ეს უკვე არის დასტური როგორც მინიმუმ იმისა, რომ რა თქმა უნდა ინტერესი არსებობს. იმ ფონზე, როდესაც ახლა ჩვენ საუბრობთ ქვეყანაში მიდის, თქვათ, სურსათზე ხელმისაწვდომობის და ფასებზე ხელმისაწვდომობის საკითხებზე მსჯელობა, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორი გამოხატავს მზაობას, საცალო ვაჭრობის ქსელები ამბობენ, რომ ჩვენ მზად ვართ, რომ ჭარბი სურსათი გავცეთ უფასო დონაციაში, მთავარია იყოს სისტემა. ეს სისტემა კი სახეზე გვაქვს. სისტემის გამართულობის შემთხვევაში ეკონომიკურ სარგებელზე ვისაუბროთ, ანუ თუ არის, ვთქვათ, გამოყოფილი ეს მიმართულება თუ არის. რა თქმა უნდა, ჩვენ როდესაც ეს თემა დავაინიცირეთ, იქ ჩვენ მოახდინეთ რეგულირების ზეგავლენის ანალიზი, როგორც ეკონომიკური, სოციალური, თქვათ, გარემოს დაცვითი და ასე შემდეგ. ანუ სარგებელი, ესე იგი, ყველა მხრივ არის დგება თანაბრად, თქვათ, ხო? ანუ ჩვენ ამ წუთში ჯერჯერობით ამ წუთში ჩვენ ნაადრევად გვეჩვენება, რომ მაგალითად კერძო კომერციულ ინტერესებზე ვისაუბროთ ამით, მაგრამ გარკვეულწილად თუ კი ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, რომ მაგალითად განადგურების ხარჯები შეიძლება შემცირდეს, მაგალითად ის რომ პოზიციონირების თვალსაზრისით, სოციალური პასუხისმგებლობის თვალსაზრისით კომპანიებს ეძლევათ საშუალება, რომ თქვათ მათ მაქსიმალურად ღიად და დემონსტრირებულად მოახდინონ ჭარბი სურსათის დონაცია, მათ გარკვეულ ტვირთებს ეს ყველაფერი უმსუბუქებს. საერთაშორისო გამოცდილება გაძლევთ ალბათ ამის თქმის საშუალებას, რომ იგივე მოდელი, ვთქვათ, ან მორგებული ჩვენს რეალობას დაინერგოს, ხო? ალბათ არა, გვაძლევს ამის საშუალებას. ჩვენ როგორც თავში გითხარით, ჩვენ ძალიან დეტალურად გამოვიკლეთ ეს პროცესი. ანუ ქონდა გარდა იმისა, რომ ვთქვათ, ანალიტიკური საქმიანობა ჩავატარეთ, თვითონ ადგილზე ჩავედით წამყვან ქვეყნებში ამ სისტემების ოპერირების, მაგალითად საფრანგეთი, ბელგია, იტალია და ასე შემდეგ, ერთობლივი დელეგაციით ვიყავით აი ამ გასვლებზე და იქ ვნახეთ პრაქტიკაში, რომ თქვათ, კერძო სექტორი ამ ყველაფრით როგორ იღებს სარგებელს. მას შემდეგ ახლა ჩვენ რა თქმა უნდა, ახლა დღეს მაგალითად საფრანგეთში საერთოდ კანონმდებლობაა მიღებული ისეთი, რომ თუ კი გაუყიდავი პროდუქცია დარჩა ოპერატორს, ის ვალდებულია რომ გასცეს უფასოდ. ჯერ ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ და ეს ჯერ ადრეა ვფიქრობთ, მაგრამ შეიძლება არც ძალიან შორს იყოს. თუმცა ყოველ შემთხვევაში პირველ რიგში რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორისთვის მაქსიმალურად ხელშემწყობი გარემო იყოს, აი როდესაც თქვა ჭარბი სურსათის მართვასა და დონაციაზე არის საუბარი. კერძო სექტორი, ბიზნესი, სახელმწიფო და ასევე საზოგადოება, საზოგადოების მხარდაჭერა ამ ყველაფერში არის ძალიან დიდი. რომ გამოვყოთ, დიახ, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ თქვა ეს პროცესი გაცილებით უფრო სწრაფად წაიღოს. რა თქმა უნდა, დავიწყებ სახელმწიფო სექტორიდან, მოდით, სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი საკანონმდებლო და პოლიტიკის ჩარჩო და გარემო იქნას ხელშემწყობი. თქვა დღეს უკვე მაგალითად შესაბამისი დადგენილებებით ან კანონ
გამომქვეყნდებარე აქტები და ასე შემდეგ მაქსიმალურად არის ველი მოსუფთავებული, მაგრამ დღესაც უყურებთ მაგალითად გარკვეული გაუმჯობესების სივრცეებს ხედავთ ხომ? იგივე კერძო სექტორიდან წამოსული უკავშირისზე დაყრდნობით მაგალითისთვის მთავრობის დადგენილება, რომელიც ერთობლივად შემუშავეთ, იქ არის კონკრეტული ჩამონაცვალი სურსათის, რომელიც დონაციაში უნდა ჩაეშვას და ეს არის დაბალი რისკის შემცველი პროდუქცია, მაგრამ კერძო სექტორისგან მივიღეთ უკავშირი, რომ კარგი იქნება თუ კი გაფართოვდება ეს ჩამონათვალი, იმიტომ რომ ბევრად მეტი კატეგორია სურსათი რჩება, უვნებელი პირველ რიგში, რა თქმა უნდა, და კარგი, ამიტომ ჩვენ უახლოეს პერიოდში გადავხედავთ მათ შორის ამ ჩამონათვალს. ეს პირველადი ჩამონათვალი ალბათ მაქსიმალური სიფრთხილით იყო შედგენილი. აბსოლუტური სიფრთხილით, რა თქმა უნდა, უნებლობის სპეციალისტებთან ერთად და ზოგადად ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ, რომ აი ეს უნებლობის სპეციალისტების ეს ფრთა რომელიც რისკის ანალიზის საკოორდინაციო საბჭოს სახით ფუნქციონირებს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, სამინისტროს, გარემოსდაცვის ოფისის სამინისტროს და აკადემია ჩართულია ძალიან აქტიურად, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. ეს ფრთა ძალიან ინტენსიურად უჭერს, ძალიან აქტიურად უჭერს მხარს ამ იდეას. რა თქმა უნდა, მათთან ერთად რა თქმა უნდა, კვალიფიციურად, რა ვიცი, ამაზე ასე ვთქვათ, კვალიფიციური რგოლი ამ უნებლობის ნაწილში არ არსებობს ქვეყანაში და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პლუსია, იმიტომ რომ ჩვენ აქ ვაკეთებთ თავარ გზავნილს საზოგადოებისთვის, რომ აქ პირველ რიგში აქცენტი გეკეთდება უვნებლობაზე, პირველ რიგში აქცენტი გეკეთდება ადამიანის ჯანმრთელობაზე და მერეა თქვათ ეს სიკეთე, სოციალური საკითხები და ასე შემდეგ. ამიტომ არის რომ ყველას როლი აქ განსაკუთრებულია სწორედ ეს სახელმწიფო ინსტიტუტები და თქვათ სხვა დაინტერესო ბიზნესი, აქ თავარი მაინც რა თქმა უნდა კერძო სექტორიდან კერძო სექტორს აქვს, იმიტომ რომ მაქსიმალურად მათ უნდა შეექმნათ ეს ხელსაყრელი გარემო, რომ ის კეთილინება, რომელიც უკვე გამოვლენილია, დაფიქსირებულია, ეს ნება ძალიან კარგად უნდა დავიჭიროთ ჩვენ და ხელში და მაქსიმალური რუდუნებით ვიტყოდი, მოუფრთხილდეთ ამას, იმიტომ რომ ჩვენ ნამდვილად ვიცით, რომ ქვეყანაში არის ძალიან დიდი რაოდენობა ჭარბი სურსათი რჩება სამწუხაროდ იმის გამო, რომ ეს სისტემა არ არსებობდა, კანონმდებლობა სხვა რედაქციით იყო, ეს ყველაფერი იყრებოდა და 600,000 ტონა ეს ყოველწლიური სასურსათო პროდუქტის გადაყრა ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. როგორია 10 წლიანი გეგმა ამ ნაწილში, რა მაჩვენებლამდე უნდა შემცირდეს? კი ბატონო, 2035 წლისთვის ჩვენ მინიმუმ უნდა გავანახევროთ სასურსათო ნარჩენი და უკვე სურსათის დონაციის სისტემები უნდა იყოს ძალიან აქტიურად, ინტენსიურად ამუშავებული. აქ ჩვენ ორ რამეზე გვაქვს საუბარი. სურსათის დონაციის სისტემა და სურსათის ბანკი ეს არის ბოლო რგოლი. მთავარი არის ის, რომ საზოგადოების როლი, როდესაც აი თქვენ დასვით შეკითხვა რა არის, ხო საზოგადოების როლი და ფუნქცია არის იმაში, რომ სწორად მოვახდინოთ სურსათის გამოყენება რა და მაქსიმალურად დავიცვათ ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია, შენახვის ვადები, რომ ეს სურსათი არ გადაიქცეს ნარჩენად და შემდეგ ეს ნარჩენად გადაქცევის შემდეგ უკვე ის აღარ დონაციაშია ჩასაშვები და აღარ ის აწვება გარემოს, თქვათ, აწვება ჩვენს ზოგადად გარემო პირობებს და შესაბამისად ეს ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს საერთო ჯამში გარემოზე. ამიტომ არა მხოლოდ მას აქვს სოციალური, ეკონომიკური და ასე შემდეგ ეფექტი. ამიტომ ყველა მხარე, ყველა მოთამაშე თავთავის როლსა და ფუნქციას უფრო მკაფიოდ დაინახავს აი ამ 10 წლიანი გეგმის ჭრილში და სტრატეგიის ჭრილში და მთავარი არის ის, რომ დღეს უკვე ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ გარკვეულწილად აი ერთწლიანი, წელიწადნახევრიანი მუშაობის შედეგი შევაჯამოთ და არა მხოლოდ თქვათ ვისაუბროთ იმაზე, რომ თქვათ რაღაც კანონმდებლობა მივიღეთ და დოკუმენტები გაიწერეთ. პრაქტიკაში როგორ განხორციელდა, როგორ მიდის, სად ხედავთ თქვათ საჭიროებებს, სად ხედავთ უფრო მეტი ძალისხმევის მობილიზების აუცილებლობას და ასე შემდეგ. ეს არის პროცესი, რომელსაც მივყვებით, აუცილებლად თავარი არის ის, რომ ჩვენ გვაქვს მხარდაჭერა შესაბამისი მოთამაშეების, ეს პროცესი ემპარდის ფარგლებში მიმდინარეობს ევროკავშირის მხარდაჭერით, FAO მაქსიმალურად მობილიზებულია თავისი საერთაშორისო რესურსით, რომ ამ საკითხს მისდეს და რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ხაზი გავუსვით, რომ ეს არის ეროვნული ფორუმი, დღევანდელი ღონისძიება. ეს ნიშნავს იმას, რომ აბსოლუტურად ადგილობრივ დონეზე, აი ეროვნულ დონეზე უყურებთ ჩვენ ამას როგორც საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის,
ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ძალიან აუცილებელ და საჭირო კი ბატონო და ბატონო ჯუბა გამოვიყენებ შანსს და აუცილებლად გითხავთ ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე თემა აქტუალურია რა თქმა უნდა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის პარალელურად მინდა გკითხოთ სასუსათო უსაფრთხოების და მომარაგების მიმართულებით ხარვეზები თუ ფიქსირდება და მოლოდინი როგორი აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს სპეციალური პუბლიკაციები, რომელსაც FAO შეიმუშავებს და პოზიციების ჩამოყალიბება მიმდინარეობს, აქედან გამომდინარე ჩვენ აი ამ კონტექსტში ჯერჯერობით პოზიციების შემუშავების პროცესში ვართ და შესაბამისი პუბლიკაციებით აუცილებლად მიიღებთ ინფორმაციას. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, რა თქმა უნდა გისურვებთ წარმატებულ და შედეგიან ფორუმს დაგემშვიდობებით და რა თქმა უნდა კვლავ ველოდებით სიახლეებით ჩვენთან სტუდიაში.